გამარჯობა, დღეს ვართ რუიში, გიორგის ვესტუმრე, მადლობა გიოს ამისთვის და მოკლედ ეხა უშუალოდ პროცესში ვართ, რომ ვაზი მოვწყოთ წვეთოვანი უკვე გაკეთებულია, გაპანელია. გიო, მადლობა კიდევ ერთხელ მასპინძლობისთვის და რა თქვი? ვიქარი აი პირველ რიგში საიდან გაჩნდა მარტის წამოწყების ინიციატივა საიდან გაჩნდა იმაზე, რომ ეს ლამაზი ხეივანი გაკეთებინა. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს და მადლობა რომ დაინტერესდით. საიდან გაჩნდა თავარი არის ინტერესი ვაზის მიმართ, ხა ყველა ქართველს აინტერესებს და მინდოდა რომ მქონოდა მრავალი წლის სურვილის შემდეგ როგორც იქნა დავიწყე მოვაბი თავი ასე რომ ვთქვათ და ძალიან პირველ რიგში დავრგე ვაზი. ეს დაუკვეცნილა და დავაგეცე ეივანი. ვენახის გაკეთებასაც ვფიქრობდი, მაგრამ სავენახეთ პატარა ადგილია და ჰეივანი იმიტომ გადავწყვიტე რომ უფრო რაოდენობას ცოტა მოვამოსავალი. კი, სახლის, ანუ გამოყენება ძირითადად სახლისთვის იქნება, ხო? თუ რეალიზაციასაც არა, რა ვიცი, სახლისთვის და ორდენი თუ გაიყიდება ხოლმე ცოტა ეგეც. ყველაზე დიდი სირთულე რა იყო, როცა დაიწყე ამ კარგი საქმის გაკეთება? პირველ რიგში მე ახლა მოყვარულის დონეზე ვიცი ვაზის მოვლა. არა მაქვს განათლება ამ სფეროში და თავიდან პირველი 2 წელი ისე იმ დონეზე ვერ მივხედე რაღაცეები გამორჩა რომ გამეკეთებინა და გამიფრუჭდა ასე რომ ვთქვათ და დაიჩაგრა. პინვამ გამიფრუჭა, კოკოლები არ გავუკეთე პირველად რომ გავსხავ და ის ახალი წამოღებული ყლორტები ყინვამ გააფრთხო. აი მე კიდე ცოტა დააგვიანდა წამოღება და ფაქტიურად 1 წელი დაკარგა ვაზმა რა. ეხლა არის მე-4 წელში 3 წლისა. და პირველი 2 წელი სარწყავი სისტემა არ მქონდა მოწყობილი და ვიწვალე რწყავაზე. მესამე წელს გავაკეთე და მაშინვე შეათხოვდა რა. ანუ ესე იგი სარწყავი სისტემა მაინც თავი აუცილებლად ვინც იწებს, ყველას მინდა რომ ურჩიო, პირველ რიგში ვაზ უნდა დაახვედრონ სარწყავი სისტემა გამართული. გამუშავება როგორ გააკეთე გიო? თვითონ ორმონები ამოიღე თუ მთლიანად მოხანი? მოხმული იყო და დაფრეზილი, მაგრამ პლანტაჟით არა. ცოტა რა გუწევს და მე ორმოები ამოვიღე ცოტა ღრმად. აჰა. მაგასაც როგორც ვიცი თავისი საქმე მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ საწყის პირველი 2 წლის განმავლობაში გამუშავებულ ნიადაგში ფესი უფრო კარგად მუშაობს, რა თქმა უნდა. ხო, პლანტაჟი კარგია, როცა დიდ ფართობზე აკეთებს, აუცილებელია რომ პლანტაჟი გაატაროს. ჯიშები გიო? ჯიშები ეს არის გორული მწვანე, შენიერი. 2 მწკრივი. იქეთა 2 მწკრივია ჩინური და გორული მწვანე უკვე ერთად არეული და ბოლო 1 მწკრივია შავკაპიტო. შავკაპ. წელს დავრგე ეს დანახარულია პირველ წელში. ესენიერი დანახარული. აქეთ ნაპირში იქნება დანახარული. ნუ დანახარული? გირჩი ავი იმენთუ ჩვენ გინდოდა რამე ისეთ დამორჩეული. და რა მე მინდოდა იმიტომ რომ ეს ქართული ჯიშია, ქართლის ჯიში და კი. იდოდა რომ ქოლოდა და რამოდენიმე ჯიში სუფრის ყურძენზე რას ფიქრობ, თუ არ გინდა რომ საომავლოდ სუფრის ყურძენი მაქვს აქაც. კოლორი ძირია კი. არა. Black Magic-ი, კარდინალი, იტალია, ორა, ალედო და დათიერი. ეს სახლისთვის საცდელად ძმა ნაშეთექსო. ეს არის. აბა ეგენი ვნახოთ, ძალიან მაინტერესებს. ეს 2 ძირია Black Magic-ი, ხო? და აშკარად ეთყობა რომ ზრდაში ყველა ჯიშს ასწრებს. ხო, სტემპი აქვს. ხო, ზრდის რანძა ან მაგარი აქვს, ხო, ან მალი. სმოიარობითაც და 4 მტევანიება თითო ვიღაცა და შევაცალე ახლა 4-ება და 3 აქვს, ხო. აი 3 მტევანი, 1, 2, 3 და მე-4-ებიც ქონდა აქა-იქ და გავაცალე. ესე იგი სმოიარობითაც ძალიან მაგარი ინტენსიურია. კარდინალი.
კარდინალი. ესენი ალბათ ვეგეტაციას ადრე იწყებს და ყინვა მოუსწრო და აგერ ეს კულტემი გაუფუჭა. ეს არის უკვე დაზიანებული. ხო. და მე აქედან გვიან წამოღებული და დარჩა რა. ხო, მაგრამ ნუ განვითარებით მაინც კარგად ვითარდება. ეხლა ჩვენთან იმის პროზე, რავი, ვფიქრობ რომ შვენიერია რა. ეხლა ეს კულტემი არ იყო გაგუძებული ალბათ და მე ის რო საზიანდა უკვე აქედან. აი ეს. ეს არის იტალია, ხო? ხო. ენერგიება შევიდინებეს ჩერქეზიშვილის სანერგეში. ეს არის ორა. ეს ივლისში იყო უკვე მწიფე. ანუ შაშანეს ხა? ნიშანი დაუტოვე. და ეს უკვე აგვისტოს დასაწყისში უკვე ჩიტებს ჰქონდა შეტმული ესეც თაფტი ვიღიოს. კი, რამდენი ხნის არის ხა ეს ენერგია? ეს არის მე-4 წელში. არა, კარგი განვითარების შარისნა? კი. საკმაოდ ძლიერია. ცხმოიარობით აი Black Magic-მა ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. აი იტალიას და ოროსაც არა უშავს ნამდვილად ვერ დაემდირება. ავეგეტაციო პერიოდი რო 2, 3, 4 ტევანი აქვს. ამასაც 4 აქვს. სავეგეტაციო პერიოდიც რო ესეთი განსხვავებული და მოკლე არის ძალიან მაგარია, იმიტომ რომ სამომავლოდ რა ვიცი ღმერთმა ქნას რეალიზაციაზეც რო იფიქრო, ანუ მაგ მომენტში ბევრი ურძენი არ აქვს სამწუხაროდ საქართველოში და რეალიზაციაც არ გემჭირდება ესე ვთქვათ რა. თვითონ რაც შეეხება უკვე ყველაზე მტკივნეული თემა, აი ამ საკითხს შევეხოთ, ეს არის 460 მეტრია ბოძები. ბოძებისთვის დამჭირდა 460 მეტრი და ზემოთ დასალაგებლად 440 მეტრი. 4-4-ზე არის ბოძები, ბევრი მეკითხება ხოლმე 20-20-ზე 2 მმ-იანები და ზემოდან არის 6-4-ზე. დაშორება არის ბოძიდან ბოძამდე 4 მეტრი და ამას ის აღარ სჭირდება მეორე დუგი საკმარისი ძალა აქვს იმისთვის რომ ნებისმიერ მოიარობას გაუძლოს. სიმძიმეს აიტანს. ხო, კი. და 3 მეტრია დაშორებული ბოძებს შორის. ბოძებს შორის. შენიერ ეს ასად არ მინახია ესეც გვაშორებით და დაგეცებული ადგილი. ეს ჩემიც მოვიფიქრე რა და არა მგონი ახლა ამას იმხელა სიმძიმე დააწოს რო რა პრობლემაა. ფაქტიურად 1 ბოძზე რო 100 კილოგრამი დააწოს. აქ უნდა მოიგრიქოს 15 დონა მაგ შემთხვევაში. 15 დონისთვის მე მგონი ხო ფიზიკურად მოიგრიხება ხო. ტირებიც ისე დაორგერო უარაუდე ერთმა ძირმა უნდა შეავსოს. მეტრაკახევარი ასე სიგანეში და 2 მეტრია. ამ თითეული ზრდასრულისთვის უკვე გაათვალისწინებული გაქვს 6 კვირა. კი. წესით მალე შეავსეს. ძალიან მაგარია. რა ვიცი, ბარაქას გისურვებ გიო. გაიფარა. წარმატებას გისურვებ და აი დიდებული ნაშრომია. ბავშვი მაქვს 25 სანტიმეტრში 200 კილოგრამი ვაწვით და დააფრო. ახლავ 200. ყველა 25 სანტიმეტრში გავჭიმერო. აქ ცოტა ქარიანი ადგილია და ადგილად რო დაებას. მოკლედ მეგობრებო, თუ კი ვინმეს სურვილი გექნებათ იმისთვის რომ გადავიღოთ რაიმე საინტერესო ვიდეო, სად ვარ? გაუზიაროთ გამოცდილება ერთმანეთს და ამით ჩვენი ცნობიერება გაიზრდება. ეხლა მე ძალიან გამიხარდა რომ აქ სუფრის ყურძენზეც მოვისმინე, იმიტომ რომ სუფრის ყურძენი უფრო და უფრო პოპულარული ხდება გიო და მოკლედ მოხმარებაც იზრდება მოსახლეობაში, ბავშვთაკვებაში აქტიურად გამოიყენება. პოპულარიზაცია კარგია რომ ხორციელდება სუფრის ყურძნების და მოკლედ აგერ დარგულია ქართული ტრადიციული ვაზების გვერდით სუფრის ყურძენიც. წარმატებას უსურვებ გიოს და აი ამ დიდებულ საქმეში, რა ვიცი, ღმერთმა 10 ამდენი და 100 ამდენი მოგამრავლებინოს მაო. აი, ხარიცალოა. და ყველა რა ვიცი, ყველა მოსავალი აქ საქმეში გამოგეყენებინოს.